საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში მუდმივი ექსპოზიციის პარალელურად გამოფენილია მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოცემული საბავშვო ლიტერატურა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია წიგნები და ჟურნალები, რომელიც ცნობილი ქართველი მხატვრების მიერაა ილუსტრირებული. მათ შორის არის ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, კირილე ზდანევიჩის, ირაკლი თოიძის, აპოლონ ქუთათელაძისა და სოსო გაბაშვილის ილუსტრაციებით შემკული გამოცემები. გარდა ილუსტრაციებისა გამოცემებს შორის არის ისეთი ეგზემპლარები, რომელთა მხატვრულ გაფორმებაშიც ცნობილმა მხატვრებმა მიიღეს მონაწილეობა. ეს გამოფენა მიზნობრივად პირველ რიგში განსაზღვრული არის სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ხშირად გსტუმრობენ და გვინდა რომ გარდა ამ ძველნაბეჭდი ქართული წიგნების გამოფენისა იხილონ ასევე არც ისე შორეული წარსული და ლამაზად გაფორმებული საბავშვო წიგნები. ძირითადი ნაწილი არის გამოცემული მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში და ამ გამოცემებში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც არიან ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ირაკლი თოიძე, ოსკარ შმერლინგი, ასევე ნაკლებად ცნობილები, როგორიცაა მაგალითად მერი მიქელაძე ბაგრატიონი, რომელიც იყო ამავე დროს წიგნის რესტავრატორი. მოვახდინეთ რამდენიმე ცნობილი მხატვრის იდენტიფიცირება, მაგალითად ჩვენთვის უცნობი იყო, რომ აპოლონ ქუთათელაძე საბავშვო წიგნებს აფორმებდა და აღმოვაჩინეთ მის მოხატული რამდენიმე წიგნი. მუზეუმი მუშაობს 11-დან 5 საათამდე, შემოსვლა არის უფასო. ვფიქრობ, რომ სასკოლო ჯგუფებისთვის ეს განსაკუთრებით დიდი ინტერესის საგანი იქნება. ქართველ მხატვართა შემოქმედების ეს ნაკლებად ცნობილი ნაწილი ერთი მთლიანი კოლექციის სახით პირველადაა წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში. ორგანიზატორთა განმარტებით თავად გამოცემები კი ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების კოლექციათაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.